ვერავინ ვერ გაჯობებს საკუთარ თავობაში რა. აი შენ რო ეცადო იყო კაკო, ვერ აჯობებ, იმიტომ კაკო ყოველთვის გაჯობებს. კაკო რო ეცადოს იყოს ჰიტა, ვერასდროს ვერ გაჯობებს ჰიტო. ანუ დათვალო ვიცევაში, იმიტომ რომ შენ ხარ და შენი რაღაც საბაზისო პაკეტი გაქვს უნარჩვევების და შინაგანი, ასე ვთქვათ, სამყაროსი. და არა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მგონია, იმიტომ რომ ახლა მით უმეტეს ძალიან ბევრს უნდა ხოლმე რომ ვიღაცას დაემსგავსოს. გინდა ვიზუალურად, გინდა ხასიათით, გინდა ჩვევებით. როდესაც ადამიანთან ურთიერთობ, ბუნებრივია რომ სადღაც ამ ურთიერთობის ფარგლებში ხდება რაღაც თვისებების მიმოცვლა. შენ შეიძლება იმის რაღაცა უნარებს იყიდებ, ის შენსაც, ეს ბუნებრივი პროცესია, მაგრამ როდესაც ეს ზედოზირებაში გადადის, უკვე კაი არ არის. და ანალოგიურად კონტენტის ნაწილშიც რა, მე რო პირობითად იგივე შევედა, რომ სხვა რომელიმე პოდკასტერს ყველა შემთხვევაში წავაგებ, იმიტომ რომ ვერ შევეჯიბრები რა იმ ძლიერ მხარეებში, რაც იმ ადამიანს აქვს და ანალოგიურად